რა ართულებს მდგომარეობას და უშლის ხელს შფოთვარე ადამიანს, რომ მარტივად გამოკეთდეს და ისწავლოს თავისი შფოთვის მართვა, შფოთვის, აი ამ შემოტევების და მდგომარეობის მართვა. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც განასხვავებს ქრონიკულად მშფოთვარე ადამიანს არაქრონიკულად მშფოთვარესგან. რაც განასხვავებს ადამიანს, რომელიც მალე ამარცხებს შფოთვებს, იმათგან, ვინც ვერ ახერხებენ მალე შფოთვებიდან გამოსვლას. ნახეთ, აი რა ახასიათებს შფოთვას, ხო? მოვიდა შფოთვა, გული აჩქარდა, შეიძლება თავბრუსხევის შეგრძნება, გაოფლიანდა ადამიანი, ხო? აი სხვადასხვა სხეულებრივი სიმპტომები წამოვიდა. და ამ დროს გონება იწყებს მუშაობას და ნახეთ გონება თუ ადამიანს აქამდე შეხება ქონია ფსიქოლოგთან უმუშავია, ან ფსიქიატრთან მედიკამენტებს იღებს, ან უბრალოდ ინტერნეტში გაცნობია ინფორმაციას შფოთვის შესახებ. აქ ამაზე წარმოდგენა და ფიქრობს, რომ აი ეს მე მგონი შფოთვაა ეხლა, ხო? აფიქსირებს, მაგრამ ამასთან ერთად აქვს აზრიც, რომ აი რაღაც ხომ არ მჭირს. ეხლა სხეულში რაღაც ხომ არ მემართება, აი არ ვიცი, აი გული ცუდად ხომ არ მიხდება, ან აი რაღაცა არ მინდა დავკონკრეტდე, ხო? იმიტომ რომ შფოთვარე ადამიანი ამას აიღებს შემდეგ და იმახსოვს, აი რაღაცა ფიზიკური ამბავი ხომ არ არის, ხო? ანუ ნახეთ, გონება არის გაყოფილი ორად. ერთის მხრივ ადამიანი ფიქრობს, რომ აი ეს შფოთვაა, ეხლა რაც მჭირს მე მგონი და მეორეს მხრივ მოდის ფიქრი, რომ აი მე მგონი, აი რაღაცა ფიზიკურად ხომ არ ვხდები ცუდად. და ნახეთ, აქ არის ყველაზე მთავარი დიდი პრობლემა, აი აქ ფიქსირდება. და რატომ? ნახეთ, როცა ადამიანის გონება გაყოფილი აი ორ აზრზე არის, ხო? ნახეთ, ვერ ახერხებს თავისი მოქმედების ასე ვთქვათ, მიმართვას ერთი კონკრეტული მიზნისკენ. და მოქმედება, რომ აირჩეს, რომ აი ეს არის შფოთვა, ან ეს არის ცუდად გახტომა რეალური ფიზიკური, ხო? მაშინ მოქმედება იქნება მიზანმიმართული, წამალს დავლევ თუ ცუდად ვხდები, თუ შფოთავ, ხო? ისეთ მოქმედებებს გავაკეთებ, რაც აი ამ შფოთვას დამირეგულირებს, ოკეი? მაგრამ თუ გონებამ ჯერ ვერ გადაწყვიტა, ეს ცუდად გახტომაა თუ შფოთვა, ამ შემთხვევაში მოქმედებაც არის ქაოსური. ხან ერთს სინჯავ, ხან მეორეს მოვსინჯავ, თან წამალს დავლევ და თან ჩემ თავს ვაწყნარებ, რომ სუნთქვითი რაღაცები, რომ არა ეს შფოთვაა, ხვდებით, აი ვერ მოხდა ჩამოყალიბება. ამიტომ ჩემი მოქმედება არ არის შედეგიანი. ხვდებით? და ქაოსურია. და საბოლოო ჯამში არაფერი არ მუშაობს. ოკეი? ამიტომ შეამჩნიეთ, რომ ეს არის შფოთვა. ჩამოაყალიბეთ საკუთარი თავი, ამოიცანი, იმუშავე ამოცნობაზე, რომ ეს არის შფოთვა. როგორც კი შენი ტვინი ერთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ეს არის შფოთვა, დამთავრდა, ხო? ამის შემდეგ იწყება უკვე მოქმედების არჩევა, რომელიც დაგეხმარება, რომ უბრალოდ დაასტაბილურო მდგომარეობა, ხო? თუ მუშაობდი ფსიქოლოგთან, გეცოდინება სხვადასხვა ხერხები, თვითონაც შეგიძლია მოიფიქრო, ოკეი? არ ვიცი, აი შფოთვა რა არის, რომ სისტემა თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ, ხო? ესე იგი რა, მე უნდა მივცე უსაფრთხოება. რა მომცემს უსაფრთხოებას? აი საყვარელ ადამიანთან საუბარი უბრალოდ, აი გულწრფელი, ოღონდ ყველანაირი საუბარი არ მუშაობს, ხო? რაღაცნაირად დამისტაბილურებ და მდგომარეობას თან ვიცი, რომ შფოთვაა და მომეხმარებოდა, ან ჰაერზე გავალ და სუნთქვებს გავაკეთებ და ჟანგბადი მიეწოდება ჩემ გონებას და ეს გახსნის, ხო, მდგომარეობას. სხვადასხვა მეთოდებია, ხო, გადავიტანო ყურადღება აქ და ამჟამად მდგომარეობას, აი არც დავაკვირდე ნივთებს, ხმებს, ხო? ანუ ნახეთ, მიზანმიმართული მოქმედებას ყოველთვის მოაქვს შედეგი. თავარია, რომ ვიცოდე, რას ვაკეთებ რისთვის და გონებაში არ იყოს ორი მოცემულობა ყოყმანი, აი ეს
გაყოფილი მდგომარეობა. ოკეი? ეს განასხვავებს ქრონიკულად მშფოთვარე ადამიანს არაქრონიკულად მშფოთვარესგან. აი ეს მიზეზი, ეს გაყოფილობა განასხვავებს მას, ვინც სწრაფად სწავლობს შფოთვის დასტაბილურებას და ვინც შედარებით გვიან სწავლობს. ოკეი? ამიტომ გიზიარებთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს. დაუკვირდით, ხო? და ძალიან ბევრ რამეში დაგეხმარებათ. შემდეგ უკვე მეორეა, რომ ტექნიკები ვისწავლო კიდევ, რომ აი როგორ დავასტაბილურო შფოთვა. ეს უკვე მეორე სამუშაოა. დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად დაკვირვებული ხართ ამ ფაქტორზე, რამდენად უშვებთ ამ შეცდომას, აი ან ამაში ხართ გაჩხერილი, რომ ხაი ვერ ვყალიბდები რა, აი თან მგონია რომ ცუდად ხდები და თან შფოთვა ვიცი. ხო? აი ეს მოცემულობა გამიზიარეთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ და რას ისურვებდით, რომ მიიღოთ ჩემგან რჩევა შფოთვებთან დაკავშირებით.